უსიტყვოდ ნათქვამი ისტორია. თუმცა სათქმელი მელოდიაში, ჟღერადობაში გაჟღენთილი, რომელსაც თან სილაღე და სიყვარული ისე აფორმებდა, სრულიად ევროპა მოხიბლა და ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. Თვრამეტი წლის შემდეგ სათქმელი სულ სხვანაირია, ამბავი სხვაგვარად მოსაყოლი. ისე გაზრდილ ბზიკებს რომ შეშვენით, თუმცა მიზანი და ამოცანა იგივეა. ევროპის დიდი სცენიდან ისევ უნდა დაამტკიცონ, რომ გამარჯვების ტიტულს საქართველოში ასე მარტივად არ თმობენ და 18 წლის შემდეგ დიდ სცენას ისევ გამარჯვებისთვის დაუბრუნდნენ. ბევრს შრომობთ, ბევრს მუშაობთ, რომ საუკეთესო შედეგი დავდოთ, ისევე როგორც 18 წლის წინ, გავახაროთ ჩვენი მსმენელი, მაყურებელი, ვინც გულშემატკივრობს. რაც შეეხება ჩვენს ნომერს და კონცეფციას, რა იქნება ევროვიზიის სცენაზე, აუცილებლად იქნება ისევ ბზიკური ნიშა, რომელიც იყო ასევე 2008 წელს. ყველაფერი გჯერა, რომ ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვართ ბზიკები, რომლებიც 2008 წელს გაიმარჯვეს ევროვიზიაზე და ახლაც მსგავსი ემოციით მივდივართ დიდების ევროვიზიაზე. განგვიახლა ისევ ახლდა ხალხის სიყვარული და ეხაც იგივე გვინდა რომ გავაკეთოთ ამისთვის რომ ვიშრომოთ ძალიან ბევრი რომ ისევ ხალხის სიყვარულით და ყველაფერი ამასთან ერთად დიდი წარმატებით გავგვინდათ ისევ ჩვენს ქვეყანაში. პირველი გამარჯვება, პირველი აღიარება ქვეყნის და მისი მუსიკალური შესაძლებლობების. ეს შემოქმედებითი ჯგუფის გარეშე შეუძლებელია. 18 წლის წინაც გიგა კუხიანიძე იყო იმ დასამახსოვრებელი და სრულიად განსხვავებული შემოქმედების ავტორი. ახლა დავალება უფრო რთული ჰქონდა. სრულიად განსხვავებული სიმღერით, მაგრამ ბზიკებისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც გამარჯვების მომტანი კიდევ ერთხელ გახდება და ხალხს არაერთი წელი ემახსოვრება. კარგი ბავშვები არიან, ჩემ ხელში გაიზარდნენ, თქვა ის რომ ამბობ ცოტა ვერ ხვდები რას ნიშნავს. მე ვიყავი მაგაც ხელა, როცა გავაკეთე 27 წლის წარმოიდგინეთ ბზიკები და დღეს უკვე ისინი არიან 27 წლის. როგორ გონიათ, ბევრჯერ მიფიქრია რა შეიძლება გააკეთო კიდე მსგავსი, მაგრამ არის რაღაცა, როცა ერთი გაკეთდება, მსგავსის გაკეთება არც ღირს და არც მიყვარს გამეორება, მაგრამ რთულია, ხო, იმდენად ორიგინალური ნომერი, როგორ წარმოგიდგენიათ, კიდე უსიტყვოდ რომ ვიმღეროთ, სასაცილო იქნება, ხო? ან და სიტყვებით მღერი უკვე ის აღარ არის, რაც იყო მაშინ. ნუ რაღაცები არის, რომ ვერ გაიმეორებ, რაღაცები არის, რომ ვეღარ გააკეთებ. მაგრამ ვთვლი, რომ მაინც ისეთი სიმღერა გამომივიდა, რომ ის ორიგინალური ხასიათი და რაღაც შეიქმნა, რომელიც არის დამახასიათებელი ბზიკებისთვის. მართალია პირველი გამარჯვება ბზიკების იყო, თუმცა შემდეგ საქართველოს არაერთი გამარჯვების მომტანი ხმა ყავდა. საქართველო გამარჯვებებში რეკორდსმენი ქვეყანა გახდა. წელს ევროპის მუსიკალური დედაქალაქი თბილისი იყო. 18 წლის შემდეგ სწორედ აქ გაიბწყინეს და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურეს. შთამბეჭდავი დაბრუნების შემდეგ გადაწყდა, რომ 2026 წელს საქართველოს ხმა ევროვიზიაზე კვლავ ბზიკები იქნებიან. სამზადისი აქტიურ ფაზაშია. დასაკურილი გავიდა ძალიან ბევრი წელი. შეიცვალენ ადამიანებიც, გაიზარდნენ ის პატარა ბავშვები, მაგრამ ეხლა რო უყურებ ის რაღაცნაირი ძალიან დადებითი ნაპრიწყალი ისევ შენარჩუნებული აქვს, მაგრამ უკვე სიმღერა არის აბსოლუტურად სხვა და სათქმელიც არის უკვე სხვა. რაღაც პრობლემატური რაღაც არის სათქმელში ნათქვამი და ფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე ჩემთვისაც, როგორც რეჟისორისთვის, ძალიან საინტერესოა იმ ტრანსფორმაციასთან მუშაობა, ან თან უნდა შევინარჩუნოთ ის რაღაცა კარგი დადებითი ნაპრიწყალი და თან ძალიან ახალი იმიჯით და ახალი სახეობით შევთავაზოთ ევროპელ მაყურებელს ახალი პროდუქტი. რაც შეეხება ვიზუალურ ნაწილს, დეკორაციის ნაწილში მაქსიმალურად გვაქვს მინიმალისტური გადაწყვეტილება მიღებული. ასევე რეკვიზიტის ნაწილშიც ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავწვრთოთ ხორეოგრაფია,
დატვირთული გვაქვს კოსტუმების მხარე, რაც რეალურად გვაძლევს დიდ საშუალებასო თვითონ მონაწილეების ნიჭი წარმოვაჩინოთ. მუსიკალური რგოლი იქნება საკმაოდ სანახაობრივი და საკმაოდ დატვირთული, მეცაც ვიტყოდი, რომ კონცეპტუალური იქნება წლევანდელი ვიდეო რგოლი. ბზიკები ისევ სასიამოვნო დაფორიაქებულები არიან. დიდ სცენაზე დაბრუნებულები, დიდი პასუხისმგებლობით დროის დიდ ნაწილს შრომაში და რეპეტიციებში ატარებენ. მინდოდა რომ ისეთი პროექტი გამეკეთებინა როგორც მოცეკვავეს და ცეკვის მხრივ, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის ყოფილიყო მისაღები. იქნება ყველაზე მთავარი განსხვავებული და უცხო. რამოდენიმე იმიჯი აქვს, ერთი არის უფრო არქიტექტურული და მეორე არის უფრო რეალისტური, ასე ვთქვათ და ფერებით თამაშიც მიდის უდაოდ, ფორმებითაც და აი ნახო, წარმატება მინდა ვისურვო, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ სიმღერიდან გამომდინარე, რომ ღირსეულად წარადგინოს საქართველოს ჩვენმა ბზიკებმა. თუ 18 წლის წინ საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება ბზიკებმა მოუტანა ქვეყანას, დიდების ევროვიზიის პირველი გამარჯვებაც იქნებ ბზიკების ანგარიშზე იყოს. მერე იგივე წრეზე შეუჩერებელი წინსვლა, აფრიალებული ქართული დროშა, სიხარულის ცრემლები და ყველა ის ემოცია, რომელიც გამარჯვებას მოყვება, ისტორიასთან ერთად დატრიალდება.